მოგესალმებით პალიტრა ნიუსის და რადიო პალიტრის ეთერშია გადაცემა Lunch Time-ი. დღეს ჩვენი მასპინძელი გახლავთ წიგნის კაფე ბიბლუსი, რომელიც კანდელაკის 7 ნომერში მდებარეობს, ხოლო ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლავთ საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბატონი ლაშა ბუჯაჯიანი, რომელთანაც დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვიყვება. მოგესალმებით ბატონ ლაშა და მადლობა პირველ რიგში რომ თქვენი დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე გამონახეთ დრო და ხართ დღეს ჩვენთან. როგორ ხართ, როგორ გრძნობთ? მადლობა თქვენ ყურადღებისთვის, მადლობა კარგად. საბრძოლო განწყობით. თავარი ეს არის. ბატონ ლაშა, თანამ უშუალოდ გადავალთ აი ამ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენ საამაყო ბიჭებზე და ასე შემდეგ. თქვენზეც მინდა გკითხოთ. და როგორც წესი ამ ინტერვიუს ცოტა ბავშვობით ვიწყებთ ხოლმე და თქვენ შემთხვევაში აი ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონებები რა გაქვთ და სპორტი როდის შემოვიდა ესეთი დიდი დოზით თქვენთან? ბავშვობის მოგონებები ვფიქრობ, რომ ძიუდო არის ის სფერო, სადაც შევძელი და გადავრჩი როგორც ადამიანი. ჩემი თაობის ადამიანებში ალბათ ვინც იცის ის მიხვდება რაც გულისხმობს. მოვხდი იმ დროს, როცა შუქები არ იყო არსად და მივედი ჩვენი დღეს დარბაზში აღმოჩნდა შემთხვევით და იყო ძალიან გაჩახჩახებული ეს დარბაზი და შუქები მომეწონა, ჩემი ტოლი ბავშვები მომეწონა რომ ვარჯიშობდნენ და დავრჩი დღემდე და ან მაშინვე გაცნობიერეთ რომ ესეთ დიდ როლს დაიჭერდა სანამ ძიუდოზე მივიდოდი მანამდე ვიცოდი რომ სპორტსმენი ვიქნებოდი, მანამდე სულ სპორტული ესეთი ოჯახი, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, სულ ესე მავარჯიშებდნენ, სულ მითითებდნენ და გვაქვს ოჯახში სანათესაოში ძიუდოს ტრადიციები, მაგრამ ეს ბოლო მისვლა, რომელიც ჩემი მხრიდან იყო, გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩემი გადაწყვეტილება იყო და რაღაც პერიოდი ვმალავდი კიდეც სახში, რომ ძიუდოზე დავდიოდი. მე როგორ შეჯიბზე რომ მომიწია. არა, უბრალოდ ბავშვი ვიყავი და მეგონა რომ რაღაცა ცუცუ აკეთებდი. დასამალს და შეჯიბზე რომ მომიწია წასვლა, მე როგორ დამჭირდა ოჯახის დახმარება და არასდროს არ დამავიწყდება ის ემოცია, რომელიც მამაჩემმა გამოხატა, რომ უთხარი რომ ძიუდოზე დავდივარ და შეჯიბზე მივდივარ, შენი დახმარება მჭირდება ფინანსური, რომ შეჯიბზე წავიდე მეთქი და რომ მეგონა რომ ველოდებოდი, რომ რაღაცას გამიბრაზდებოდნენ, ისეთი სიხარული და ბედნიერი თვალებით შემომხედა, რომ ჩემ ცხოვრებაში არ დამავიწყდება ეგ. თქვენთვისაც სტიმული იქნებოდა ეს რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. თუ იყო რამე ისეთი მოვლენა, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა, ან შეიძლება ადამიანებს შეხვდით ისეთ ამ გზაზე, ვინც შეგცვალათ, სხვანაირად დაგაფიქრათ, გავლენა იქონია თქვენზე, ესეთი შემთხვევები თუ ყოფილა? შემთხვევები ის იყო, რომ თვითონ დაწყების დღიდან ვიგრძენი, რომ გამომდიოდა. სპორტული ბავშვი ვიყავი და ძიუდოსაც მარტივად აუღი ალხო. თვითონ წრე, რა თქმა უნდა, მწვრთნელი აღმოჩნდა ძალიან ისეთი ჩემთვის საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა, საპატიოსაცემო და დაურჩი და ბავშვისთვის ესე ავტორიტეტული ესე ჭრალებში ტიპები რა გადამწყვეტ როლს თამაშობენ და ჩემს შემთხვევაშიც ესე მწვრთნელმა გურამ მოდებაძე მითამაშა გადამწყვეტი როლი, იმიტომ რომ ძალიან გამართული სისტემა იყო ჩვენს დარბაზში, იყო ძალიან ბევრი შრომა, ძალიან ბევრი იუმორი იყო. ხიარულება იყო და აქედან გამომდინარე ბავშვს მეტი არაფერი არ მჭირდებოდა და ზუსტად ვიცოდი რომ ეგ იყო ჩემი გადარჩენის ერთადერთი საშუალება იმ დროს როცა დავკავდი ძიუდოდ. და აი მიუხედავად პატარა ასაკისა და აი ამ შრომისა რაც იდება ხო ამ სპორტში არ გქონიათ ეს მომენტი რომ აი დაიღალეთ ან უბრალოდ აღარ გინდათ ან ასე შემდეგ. მაგ ნაწილში ძალიან ბევრი რამე არის სასაუბრო, სხვა რაღაცებმა უფრო დამღალა არაჯანსაღმა სიტუაციამ ეს უკვე თლიანობაში. როგორც სპორტსმენი, რა თქმა უნდა, დავიღალე და ამ ყველაფრის მიზეზი იყო ის, რომ 24 წლის ასაკში ფაქტიურად დავამთავრე აქტიური სპორტი. მაგის მერე იყო სურვილი დაბრუნების, აბას დაუბრუნდი, ვითომ დაუბრუნდი და ტრამვები ხელი შეშლა, ფაქტიურად 24 წლის ასაკში დავამთავრე სპორტი. არაჯანსაღი გარემო. მაგრამ რას ვიზამთ? ყველგან არის ხოლმე პრობლემა. როგორც მოქმედი სპორტსმენი უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს თუ მწვრთნელის ამპლუა უფრო საინტერესო თქვენთვის? იცით, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შენი პირადი კარიერა, სპორტულ კარიერას გულისხმობ. მაგრამ მე იმდენად დიდი დანაკლისი მქონდა, რა თქმა უნდა, იმ პროცესითაც სიამოვნებას მანიჭევდა ეგ ყველაფერი. მაგრამ კიდევ ახსენებ ის გარემო, რომელშიც აღმოჩნდი მე თლიანობაში, ჩემთვის ძალიან დამთქმელი, დამღლელი და მომაბეზრებელი გახდა და აქედან გამომდინარე ალბათ ქვეცნობიერში ჩაილეკა ის რომ ჩემს აღარ იყო ის სასიამოვნო და შესაბამისად მაგიტომ შევეში. მწვრთნელობაში იმხელა სიამოვნება მივიღე პროფესიული თვალსაზრისით ძალიან ბევრ ნაწილში
ისეთი რაღაცები მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ არ შეიძლება ეს იმას შევადარო. ფაქტიურად მე როგორც პროფესიონალი, მე როგორც ძიუდოისტი, აი სპორტულ ნაწილში ფაქტიურად მე როგორც მწვრთნელმა მივახციე იმასაც თვითკმაყოფილებამდე შეიძლება მივეყვანე და რა თქმა უნდა მწვრთნელობა მირჩევნია. არ დავბრუნდები იქ, იმიტომ რომ არის კიდევ ის ეხმარება ამ ყველაფერს, ამ განცდებს, რომ მაგალითად რა თქმა უნდა მწვრთნელი უნდა იყოს თავის სპორტსმენის და თავის შეგირდების ერთგული და ფანატიზმამდე უნდა უყვარდეს და უნდა შეიყვაროს. თუ არ გიყვარს, ვერ მიცემ ვერაფერს, თუ არ ენდობი, თუ არ გწამს, ვერაფერს ვერ მიცემ გუნდს და ფაქტიურად თითოეული იმ პირველი მერცხლების, რომლებმაც ჩემს ხელში წარმატებას მიაღწიეს, როგორც საკუთარი წარმატება ისე მივიღე და ისე ვიგრძენი და ვფიქრობ, რომ ყველა ტიტულის მფლობელი ვარ, ევროპის ჩემპიონიც ვარ, მსოფლიოს ჩემპიონიც ვარ, ოლიმპიური ჩემპიონიც ვარ და არაერთ გზის ვარ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ და თუ რამე სიამოვნება შეიძლება მწვრთნელმა მიიღოს სპორტში, მე ეს მაქსიმალურად მაქვს მიღებული. და აი სირთულეები პარალელურად რა ახლავს? სირთულეები არის ყველა ადამიანი ინდივიდები ვარ ჩვენ და ჩვენც ინდივიდუალი ხა რომ მეორდება ადამიანის წარმატებას ვერ მიაღწევს ის პირველი ადამიანის წარმატება და არა მეორეს ესე მწამს ყოველ შემთხვევაში და მეც ჩემებურად რაღაცეებს ესე რა უბერავდი რაღაცეებს ჩემი ბავშვობაში ფილმებიდან დაგროვილი გამოცდილებიდან სწავლიდან ცოდნიდან მოძიებიდან ბევრი რამიდან ჩემი მიმართულება მქონდა სამწვრთნელო ტაქტიკის. ამის გამო მე ვიღებდი ძალიან ბევრ დაცინვას, კრიტიკას, ლანძღვას. და ეს რო ხოიც როგორ არის ჯერ ლანძღვავენ მე ბოლოს ყველა ის კრიტიკოსებზე მაქვს საუბარი, რომ არის ადამიანები, ვისაც მწვრთნელი რო არ ვიყავი, ისე ხედავდნენ, რომ აი გუჯეჯა იქნება კაი მწვრთნელი და ძალიან ბევრი ერთგული ადამიანი მყავს ცხოვრებაში, რომლებაც მომცეს ძალა დამანახეს და მითხრეს, რომ შენ ეს გამოგივა, შენ ეს გამოგდის, ან ესე შემაქეს, რამაც ძალა მომცა და მაგრამ მათ ჩვენი პროცესია რა, ჩვეულებრივი ცხოვრების. ზოგადად საკუთარი თავის მიმართ ხართ კრიტიკული? ვფიქრობ, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად თვითკრიტიკა არ გაგვაჩნია, მე ესე ვფიქრობ. მაგრამ ყავს ადამიანები, რომლებსაც აუცილებლად ვთხოვ, რომ კრიტიკის თვალით შემხედონ, იმიტომ რომ კრიტიკის გარეშე პროფესიონალი ვერ გავხდებოდი. კრიტიკა რაღაც ჩვენს გარემოში აღიქმება იმათ, რომ ვიღაცას დაცინის, კრიტიკა ცუდი ფორმად ჩამოყალიბდა, რომ არა, ერთგული ადამიანისგან კრიტიკა არის კრიტიკა და არა შეურაცხყოფა და მე შეურაცხყოფებიც ბევრი მიმიღია სამწვრთნელო ნაწილში და კრიტიკაც ბევრი. კრიტიკამ გამაძლიერა, შეურაცხყოფამ გამაბრაზა და ისინი, ვინც შეურაცხყოფას მაყენებდნენ, ისინი დღეს დარჩნენ მთლიანობაში შეურაცხყოფილები. დაგახსოვთ ეს ყველაფერი თუ მე რეწენა გავიწყდა ადამიანი, არა, სიბოროტით, სიძულვილით ან რაღაცა ესე არც ერთი შემთხვევით არ შემიძლია რომ ვთქვა რომ რომელიღაცაზე ესე რაღაც, მაგრამ ესეც ჩემი წარმატების ნაწილია, ხო მე კაცი ვარ, კაცური ბუნება კიდე როცა გებრძვიან ასმაგად მოტივირებული ხარ და როგორ ჩემ ნაწილში შეიძლება ცუდ საქმეს მიკეთებდნენ, მაგრამ ფაქტი სახეზეა რომ მე ძალიან კაი საქმე გამომივიდა მათი წყალობით და მადლიერი ვარ მაგათიც იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი ჯერო და ვისაც არ ჯერო და ამ ყველაფერმა მთლიანობაში შექმნა ეს წარმატება, რომელიც ჩემ პირად წარმატებას უკავშირდება. ბატონო, ემოციების მართვა რამდენად გამოგდით? თუნდაც თქვენი სპორტსმენების ასპარეზობის დროს, თუნდაც წარმატების ან წარუმატებლობის დროს რამდენად აკონტროლებთ თქვენს ემოციებს? პირველი რაც ვიცი, რომ ნერვიულობა განცდა, არიან სპორტსმენები, რომელსაც ხვდება ისეთი კონკურენტი, რომელსადანაც შენ შინაგანად გეწყება ღელვარება. ეს სპორტსმენამდე არ უნდა მიიტანო იმ დონის თავშეკავებული უნდა იყოს მწვრთნელი, იმიტომ რომ ეს გადამდებია. და ვფიქრობ, რომ არ თავშეკავებულიც ემოციების კონტროლით შემიძლია. იყო და არის ისეთი მომენტები, რომ აი რომ გავა ერთი მოიგებს, გავა მეორე მოიგებს და რაღაც აი კაი მიმართულებით რომ მიდის უკვე ყველაფერი და მეძალება ცრემლებიც, ემოციური ვარიც. სენტიმენტალურიც ვარ. ჩვეულებრივად მტკივა კიდევაც ჩვეულებრივად. მაგრამ ამ ყველაფერს ზომიერების დაცვა ჭირდება, იმიტომ რომ ზედმეტი სიხარული არის სადღაც ზედმეტი იუმორი შეიძლება სპორტსმენისთვის ხელშემშელი გახდეს მოვადუნოთ.
სადღაც პირიქით უნდა დავძაბოთ სიტუაცია და ეს ინდივიდუალურია იმ მომენტში ვის როგორი ჭირდება, ვის რა ჭირდება და სადარა ჯოზე მიწევს მუდმივად საკუთარი თავის კონტროლით მიწევს ამ ყველაფრის სადარა ჯოზე ყოფნა. ანუ ესეთ დონეზე იცნობთ უკვე ყველას, რომ ყველას ინდივიდუალურად უდგებით, თქვათ ვის რა ჭირდება, ხო? ჩემი ხუთი თითივით ვიცნობ ყველას. ბატონლაშა, აი თუნდაც წარუმატებლობის დროს რაღაც მომენტში ალბათ სპორტსმენი შეიძლება ცოტა იმედგაცრუებული იყოს, ან мотиваცია დაკარგული. აი ამ დროს რა არის ხოლმე თქვენი თავარი ძალა, რომ დაუბრუნოთ მას ის мотиваცია, რაც ჰქონდა თუნდაც მარცხამდე? საბედნიეროდ ჩემს გუნდში ძალიან ბევრი ჩამოყალიბებული ადამიანია და თითქმის ყველა ჩამოყალიბებულები არიან, ესე ადამიანურ ნაწილში ვგულისხმობ და ყველას გააზრებული აქვს ის, რომ ჩვენში არის წარმატება მოდაში. და ყველა მიცის ის წარმატების ფორმულა, რომ მარცხის გარეშე წარმატება არ მოვა. შესაბამისად, გუნდი ისე აღზარდე მე ეს თაობა და ისეთი მეთოდიკით გაიზარდნენ, რომ ჩვენთვის წაგება მათთვის კრიტიკის საფუძველი არასდროს არ ყოფილა, ერთადერთი შემთხვევის გარეშე, რომ უბრძოლველად არ უნდა დატოვონ დატამი. იბრძოლონ, ჯობზე მჯობი არილევა ესეც იციან და ის რომ ვიბრძოლდეთ დღეს თქვენ ჩემზე უკეთესი აღმოჩნდით და გაიმარჯვეთ თქვენ, მაგრამ ვეცდები და მადლობას გეტყვით იმისთვის, რომ დღეს დამანახეთ სად არის ჩემი სისუსტე, რომ ხვალ არ გავაკეთო. ანუ ყველაფერში სარგებელს ნახულობს ეს გუნდი მარცხშიც, წარმატებაშიც და ვფიქრობ, რომ მარცხის გამო დათრგუნული და მარცხის გამო დაკარგული სპორტსმენი მე ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ჩემს ირგვლივ არ მახსენდება ესეთი სპორტსმენი. კაცრი ხართ ბიჭებთან? არა. მეგობრული ვარ. არ მიყვარს მუშტის ბრახუნი, იმიტომ რომ მუშტის ბრახუნი სადაც გიწევს უკვე რაღაცის გაყვანა ან დაყვანა, ვფიქრობ, რომ აზრს კარგავს ეგ ყველაფერი, აზრი არ აქვს, მაგრამ ადამიანურად ყველა მიცის, რომ გართობის დროს გართობა იცის გუჯეჯამ, სადაც სავარჯიშოა იმ დროს რომ უნდა ვივარჯიშოთ, სადაც მეგობრული გვერდში დგომა ჭირდებათ მათი მეგობარი ვარ, სადაც მწვრთნელი ჭირდებათ იქ მწვრთნელი ვარ და ასე რომ შეკებაც იცით. რა თქმა უნდა. მე როგორც ჩემი საკუთარი ოჯახის წევრები, ჩვენ ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ. ჩვენ ეს ვგულისხმობთ იმისთვის, უფრო თვალსაჩინოებისთვის, სანამ დიდებში ეროვნული ნაკრების თავმჯდომარედ დავინიშნებოდი, ვიყავი ახალგაზრდებში, პროექტი 2020-ის ხელმძღვანელი ვიყავი, დავით ქევხიშვილის იდეით, მე პროექტის ხელმძღვანელი ვიყავი, ვაკეთებდით საქმეს და ერთი კონკრეტული თაობა ამოუწიეთ, რომლის კვალდაკვალ მეც მომიწია, რომ გადავსულიყავი ეროვნულ ნაკრებში მთავარმწვრთნელის პოზიციას და თითქმის 80% გუნდის იმ ახსაზდელებით არის დღეს დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც პროექტიდან რომელსაც მოუწია. და აქედან გამომდინარე ვგულისხმობ იმ სიტყვებს, იმიტომ ხმარობ, რომ ეს ერთად გავიზარდეთ, რომ ამას თავისი რეალური ისტორია აქვს და რეალური ფაქტები აქვს. ბატონლაშა, ქართველი გულშემატკივარი რამდენად არის კრიტიკული? მოლოდინი ყოველთვის აქვთ ხოლმე თქვენს განსაკუთრებით. ყველაზე მეტი გულდასაწყვეტი არის, რომ წეხანაც ვახსენე, რომ კრიტიკა აუცილებელია ჩემთვის, იმიტომ რომ იმდენით სტუნების მიზეზი მაქვს, რომ მე გავჩერდე, მაგალითად არც ერთ მწვრთნელს არ ყოლია ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. არც ერთ მწვრთნელს არ ყოლია სამგზის მსოფლიო ჩემპიონი. არც ერთ მწვრთნელს არ ყოლია ყველა წონით კატეგორიაში მინიმუმ ევროპის და გუნდში 5 მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონები რამოდენიმე. ესეთი გუნდი არავის არ ყოლდა. რა თქმა უნდა, მეც ადამიანი, მე შეიძლება შევცდე, მე შეიძლება კმაყოფილება ჩემში ჩემოვიდეს და აქედან გამომდინარე ჯანსაღ კრიტიკას მივიღებ, მაგრამ რაღაცა კონკრეტულ მარცხების დროს როცა ლოგიკურია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მარტო ჩვენ არ ვასპარეზობთ. იყო წლები მაგალითად, რომ ევროპის ჩემპიონატიდან და მსოფლიოს ჩემპიონატიდან ბრინჯაოთი ბრუნდებოდა, ან უმედლოდ ბრუნდებოდით. სულ ეხლახან წარსულში. დღეს გვყავს ისეთი გუნდი საბედნიეროდ მსოფლიო ჩემპიონატიდან მინიმუმ 2 ოქროთი უბრუნდები და თუ სადმე თითოეულა შეხვედრას დავთმობთ, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. მე მაგალითად ჯანსაღი კრიტიკა გულშემატკივრისგან ბოდიშს ვიხდი. ძალიან ნაკლებ მომისმენია, მაგრამ ძალიან ნაკლებად. გაკრიტიკებს ის ადამიანები, რომლებიც წარმოდგენაში არ არიან საერთოდ ძიუდო რა არის. და ისეთი კრიტიკა მოდის, რომ განაკრიტიკა, შეურაცხყოფა რაღაცა უხეში სიტყვები წადის სახში. ამოწურა ამან თავისი თავი და მეორე დღეს გახდება ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი და ღმერთია, ამას ვენაცვალე. შეიძლება. მეც ადამიანი ვარ, მეც მტკივა.
არ გამოგიმუშავდათ თუნდაც აი ეს რო აღარ მიაქციოთ ამ ყველაფერს ყურადღება? არა, როგორ არ ვაქცე, მე არც კომენტარებს კითხულობ, მაგრამ ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი და ხელ ყოფილ სიტყვებს რო წერენ, ის ვიღაცას მიწერს, ვიღაცას რაღაცას მოკითხავს და ძალაუნებურად ჩემამდე მოდის და თვითონ ფაქტიც ხო ვიცი როგორ ფასდება. აი მაგალითისთვის ძალიან გული მწყდება იმ ნაწილში რომ თბილისში გამართულ გრანდ სლემზე არ გვაქვს ჩვენ ახლა იმ ხელა ისეთი დარბაზი მაგალითად სპორტის სასახლე არ არის იმ ხელ რომ ვერ შევავსოთ. ყველა წონით კატეგორიაში რომ სოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონია. მე მგონი ეს გუნდი იმსახურებს რომ მაყურებელი მოვა. არ მოდიან მარტო Facebook-ის საშუალებით და აი არის რაღაცები, რაზეც გული მწყდება. რა თქმა უნდა, გულშემატკივარზე უმადური ან უკმაყოფილო როგორ შეიძლება ვიყო, ადამიანები ქუჩაში არც მე და არც ჩემი გუნდის წევრებს გამარჯვებას არ გვეუბნებიან, მოდიან, გვეფერებიან, ხელს გვადებენ, მადლობას გვიხდიან, ეს გულშემატკივარია, რა თქმა უნდა. თუმცა აქვე ისიც არის, რომ ეს ჩემი წარმატება არ არის მარტო, რასაც ქართული ძიუდო, ეს ჩვენი საერთოა, ეროვნული საქმეა. მე ვისურვებდი, რომ უფრო პროფესიონალურ ნაწილში იყოს ჩვენი კრიტიკა და არა ლანძღვაგინება, ეს უბრალოდ ჩემს როგორც კაცისთვის მეუღებელია. ზოგადად აი წარმატების შემდეგ ეს კმაყოფილების განცდა დიდხანს მიყვებათ ხოლმე თუ მალევე იწყებს დიდხანს მიყვება, მე მქონდა ეგ ეტაპი, სხვათა შორის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, სადაც ოლიმპიურ მოძრაობაში ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა, მათ შორის როგორც მწვრთნელმა მე, რაღაცა სასწაულს ველოდი შინაგანად, რომ ეს იყო რაღაცა მოვახდინეთ და რაღაც ნაწილში მე როგორც ჩემი თავი, ჩემი პიროვნება აღარ მომეწონა. ეს იყო ადამიანებთან ურთიერთობაში, ეს იყო შრომასთან და შრომის მიმართულებით ძალიან ბევრ რამეში მე როგორც ადამიანი შემცვალა. შემცვალა არა უკეთესობისკენ, უარესობისკენ. მივხვდი რომ სტუნების ბრალი იყო და არა სხვა რამის და გავიაზრე, მივხვდი რომ ეს ყველაფერი ჩემი გასაფილტრია, ჩემი დასალაგებელია და თუ ამ ყველაფერს თავი არ მოებმება და თუ ისევ ის გუჯეჯა არ დაუბრუნდები, რომელიც ვარ და რეალურად მშრომელი ადამიანი, ეს უბრალოდ ისტორია, რომელიც დაიწერა, დაიდო და აღარ განმეორდება. და თუ გინდა რომ ახალი ფურცელი დაწერო, ისევ ქვემოდან, ისევ თავმდაბლობით, ისევ ფსკერიდან უნდა ამოხვიდე და არა ზემოდან მწვერვალს ვერ დაიპყრობ. იმიტომ რომ მწვერვალი თვითონ ზემოთა და მწვერვალზე ზემოთ თუ ხარ, მწვერვალზე უნდა ჩახვიდე. შესაბამისად, მწვერვალს რო იპყრობ, უნდა ახვიდე. და ესეთი გზით მივდივარ დღესაც, რომ მინდა რომ კიდევ რაღაცეები ოლიმპიურ თამაშებზე მინდა რომ მინიმუმ 2 ოქრო მქონდეს და რაღაცები მაქვს მიზნად. დარწმუნებული ვარ რომ იქნება. ზოგადად დროსთან და გამოცდილებასთან ერთად ბევრი რამ მოვიდა თქვენთან, აი თქვათ გზის დასაწყისი და დღევანდელობა რომ შეადაროთ ერთმანეთს, დიდ ცვლილებას დაინახავთ? რა თქმა უნდა. ძალიან დიდ ცვლილებას ვხედავ. მე როგორც ადამიანი პიროვნებაც გავიზარდე, რა თქმა უნდა, რწმენაც მომემატა, რწმენის ნაწილში ვირწმუნე, რომ რაღაცას ხელს რომ მოკიდებ ადამიანი და ბოლომდე მიყვა, ესე იგი შეგიძლია მე რწმენა შერყეული მქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ 24 წლის ამ დავანებე და ვიყავი ევროპის პრიზიორი, მსოფლიოს პრიზიორი რამოდენიმეჯერ, ახალგაზრდებში ევროპის მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ მე ჩემი საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე და ჩემ თავს ვერ პოულობდი ვერსად. დღეს ვიცი რომ დარწმუნებული ვარ და დასკვნილი მაქვს ის რომ რა საქმესაც ხელს მოვკიდებ სინდისით და ნამუსაც ვირგუნებ რომ ეს შემიძლია რომ გავაკეთო ზუსტად ვიცი რომ ბოლომდე მივიყვან და რა თქმა უნდა ეს ხო ცვლილებაა მე როგორც ადამიანი გავიზარდე ჩამოვყალიბდი და მადლიერი ვარ თვითონ ძიუდოსი იმდენად დიდია რომ ყველაფერი მომცა მე ძიუდომ როგორც ადამიანს. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა არის ძალიან დიდი შრომა, დატვირთული რეჟიმი. ჩვენც როდესაც ვცდილობდით თქვენთან დაკავშირებას, ვერასდროს ვერ მოვახერხეთ რომ თბილისში დაგვეჭირეთ და ამ ყველაფრის ამ ყველაფერს თუ შევქმნი რა იმის სახის დისკომფორტი, თუნდაც ოჯახთან დროის დეფიციტი და ასე შემდეგ. აი ეს რამდენად არის უარყოფითი თუ შეიძლება ესე დავარქვათ. უარყოფითს ვერ ვიტყვი, როცა ეს სურვილები და სენტიმენტები გეძალება და გონია რომ ეს რაღაცაში ხელს გიშლის, ეს არის წამიერი. მე 2 წუთას გაიაზრებ რომ ვიაზრებ რომ ეს ჩემი საქმე, ეს არის რეალურად ჩემი ცხოვრება. მე არასდროს ჩემ ცხოვრებაში არ მქონია არც შვებულება, არც დასვენება, ეხლა საკუთარ თავს თუ მიცემ რაღაცის უფლებას, თუ როგორც ესეთი
კანონით არ არსებობს მუდმივად პროცესში ჩართულები, სულ ამ რეჟიმში. ალბათ ამ ყველაფერს გაძლიერებს ის, რომ გიყვარს. ბავშვობიდან მოყოლებული არ იყო ჩემთვის დაბადების დღეები, ესე ჭალებში გულავი, ეგეთი რაღაცები ჩვენც არ არსებობს. თავდადებული, ისევ გულშემატკივრის თვალით დანახული მარტო ბრძოლის პროცესს ვნახულობთ ჩვენ და იმ ბრძოლამდე სანამ მივალთ, იმდენი საინტერესო, იმდენი მნიშვნელოვანი ეტაპი არის გუნდში და ემოციები, მდგომარეობა, ყველას თავის ცხოვრება აქვს თლიანობაში. ეს ადამიანები ყველასო თავისი ცხოვრება აქვს, ძირითად დროს მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისი ოჯახები აქვს, მაინც ეს კაცების ეროვნული ნაკრები, ვაჟთა ნაკრები მაინც ყველგანივად, სულ ერთად არიან. და იქიდან რო ოჯახებს უვლიან, აი ძალიან სხვა პროცესი, აი ალბათ უნდა ჩვენთან უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ ეს ყველაფერი გაიაზროს და მიხვდეს თუ რის ხარჯზე უწევთ ამ ბიჭებს და მე სულ ვიძახი, რომ ეს ბიჭები არიან ნამდვილი გმირები. ნამდვილი გმირები მარტო იმიტომ, რომ თუნდაც ერთ ადამიანს ჩვენ ქვეყანაში არ ვართ განებივრებული რაღაც ბევრი წარმატებებით და რაღაც მუდმივად ვაივაგლახით მოდის ჩვენი ქვეყანა და თუნდაც ერთ ადამიანს, რომელსაც იმედი აქვს დაკარგული, ვართ თუ არა ქართველები რამეში მაგრები, ერთი კაცი გამოვა მაგალითად ყველაზე მსუბუქი წონა გიორგი სარდალაშვილი და აზილ-დაზილავს მთელ მსოფლიოს და ერთ ადამიანს გაუხარებს გულს, რომ იტყვის, რომ აი ჩვენ ესენი ვართ ქართველები. გიორგისნაირი ყავს კიდე ძალიან ბევრი საბედნიეროდ და რომლებიც უხარებენ ჩვენს მართლა ისეთ ღირსეულ მოქალაქეებს გულს და მე ამითი ვარ ბედნიერი და კმაყოფილი. კი ბატონო, მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება, მოლოდინები საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო დიდია ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და რა ეტაპზე ხართ ახლა? ბიჭები როგორ გრძნობენ თავს და აი ამ სამზადისის შესახებაც რომ გითხრათ. მოკლედ, ევროპის ჩემპიონატმა როგორც ჩაიარა, კი ვიცით, 2 ოქროს მედალი ჰქონდა, 2 ვერცხლის მედალი, საკმაოდ შთამბეჭდავია წარმატების და შედეგის ნაწილში, თუმცა გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი აქვს გუნდს ვიდრე ეს მედლები. და სულ ვიძახი ხოლმე თუ გსმენიათ ჩემი ინტერვიუები, რომ სახში ვერ დავბრუნდი კმაყოფილი და ბედნიერი სულ მუდმივად რაღაცა მაკლია, როცა საუკუნეები ადამიანები მსგავს შედეგს ნატრულობენ. მაგრამ მე ყველასთვის მემეტება, იმიტომ არა რომ ჩემები არიან, მართლა იმსახურებენ თავიანთი გავლილი გზით და ისტორიით. მოკლედ, ევროპამ როგორც ჩაიარა, თუმცა ოლიმპიური თამაშების შემდეგ ძალიან მძიმედ გამოიყურება გუნდი. აი ახალი ციკლი დაიწყო, წონებში ადამიანები შეიცვალენ, მარტო საქართველოში არა, სხვადასხვა ქვეყნებში გადავიდნენ, გადმოვიდნენ, თვითონ შემადგენლობები შეიცვალა. ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული ოლიმპიური თამაშებისთვის, თან ძალიან დამღლელი ციკლი იყო. როგორც წესი, ოლიმპიური თამაშების ციკლი არის 4 წლიანი და ჩვენ შემთხვევაში ამ ბოლო პანდემიიდან გამომდინარე 2021 წელს ჩატარდა, 1 წლის დაგვიანებით და ფაქტიურად ახალ ოლიმპიურ ციკლში ჩვენ 2 ოლიმპიური თამაშები გვქონდა და ამას ძალიან დიდი ენერგია მიაქვს. ამას ძალიან დიდი რესურსი ჭირდება, რომ ეს აღიდგინო. აი ამ ეტაპზე ვართ, თუმცა დღეს ძალიან სტაბილურია გუნდი, გუნდში ყავს აბსოლუტური ლიდერები, თითოეულ წონით კატეგორიაში, რომლებისგანაც არც ერთ შემთხვევაში არ იქნება სენსაცია, არც ერთი სინჯის მედლის მოპოვება, ერთ-ერთ აი ვერავინ ვერ გააოცებს ვერავის მედლით. თავიანთი ამბავია, ჯამრთელად არის პატარ-პატარა ტრამვები გუნდში, მაგრამ ისეთი კატასტროფული არც ერთი. სრულ მზად ყოფნაშია გუნდი, ახლა მივდივართ ყვარელში გასამართ დასკვნით შეკრებაზე, სადაც უკვე აღდგენითი ეს ნავარჯიშები, ნაშრომი უნდა შევირგოთ და ავიღოთ. უკვე 13 ივნისს დაიწყება, სტარტს აიღებს სოფლის ჩემპიონატი და რა ერთად დავაკვირდეთ. ჩვენ რა თქმა უნდა საბრძოლველად, ჩვენ რა თქმა უნდა მედლებისთვის საბრძოლველად მივდივართ ბუდაპეშტში და დარწმუნებულია რომ წარმატება იქნება. როგორი წარმატება იქნება? ეს ვნახოთ. დარწმუნებული ვართ ჩვენც და გისურვებთ წარმატებებს, ვართ თქვენს გვერდით და ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლაშა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და გამონახეთ აი ამ რეჟიმში დრო ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვისაც თქვენთან საუბარი. მადლობა ჩვენს მაყურებელს, ვინც დაგვითმო დრო და იყო ჩვენთან ერთად, შევხვდებით მომდევნო პარასკევს.